როგორ იყო ქარელი? Well. ნახევარ საათში გადის მოტარებელი, არ ვიცი რამდენი დროა სწრაფ. სან მიდიხართ? ქარელში მე მგონი, სადმე ჩამოვარდ. რა გინდათ ქარელში? არ მოგიდა არ მაგ. მოვასწარით. ჯერა. ქარელში არის რაღაცების სანახავი. კი, რაღაც მონასტრები არის, ბუნებაც ლამაზი არის, მაგრამ ეგ ყველაფერი არის კილომეტრებით შორს. ცენტრი ხო არის აქ ქალაქი და რაღაც სოფლებში არის რა, ქარელის მიმდებარე ტერიტორიებზე. და მანდ ვერ წავიდოთ, იმიტომ რომ 29 კილომეტრს და 50 კილომეტრს ერთ დღეში ვერ გავივლიდით. იმედი გაგვიცრუდა. გვეგონა რომ რაღაც მაგარ ადგილებს ვნახავდით, თუმცა აღმოჩნდა რომ ერთ და იგივე წრეს დავდიოდით და მატარებელი 5 საათში მოდიოდა. და რა უნდა გვექნა? ჭამდით. მთელი ეს დრო ჭამდით. აი, ასეთი ფონის პური გჭამიათ. რა ყირდა? ლარიოც. რანაც გონია რომ ამაში ყველია. ანუ ეგეთი გემოაქვს ხალხო რომ მართლა ყველია თითქოს. ყველი და პომიდორი კიტრი. კაი, კატლეტი ხო? კიტრი პომიდორი ვიყიდოთ. არა. ოქთხო. ერთადერთი რაც ვნახეთ ქარელში ყოფნისას იყო ბებნისის ტბა. სოფელი ბებნისი არის მანდ ახლოს. და მართლა ლამაზი ტბა იყო რა, რაღაცა წყნარი, მყუდრო ადგილი. ბებნისის სოფელში ვიარეთ ცოტა და ვნახეთ ერთი ეკლესია. წმინდა თეოდორე ტირონი ვინ იყო ნეტავი? გავიცანით მამა დიმიტრი, უთხარით რა მიზნით ჩამოვედით ქარელში და რატო დავდივართ ზოგადად. და არასდროს არ დამოვიწყდება ალბათ ეგ საყვარელი თვალები, აი ციმციმით, აი უციმციმებდა თვალები და ჩაგვიხუტა ორივე და გითხრა რომ ძალიან საყვარლები ხართო, მიყვარხართ ორივეო და აბა თქვენი ცითო. მგონია რომ მოგზაურობაში მთავარი არ არის ადგილების ნახვა, არამედ ის ხალხია, ვისაც იქ გაიცნობ. კაი, ვნახეთ ეხა ბებნისის ტბა. დარჩენილი გვაქვს კიდე დაახლოებით 4 საათი და გადავწყვეტეთ გვენახა ბატეთის ტბა, რომელიც ფოტოებში აი ასე გამოიყურება. ულამაზესია ხო? რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა, აი ეს იყო ტბა, რომელიც ჩვენ ვნახეთ. კაი ხუმრობ ეს არისო ტბა, რა თქმა უნდა. მაპმა მიგვიყვანა აი აქ. 5 კილომეტრი იმისთვის გავიარეთ, რომ გვინახა რაღაც ტყლაპო, რომელიც გვეგონა რომ იქნებოდა ბატეთის შეუდარებელი ტბა. 1 საათია დავდივართ და ტბა რო გვენახა და ეს არის ტბა. მალუნა იყო ძალიან დაღლილი რა და ეგონა რომ რაღაცა ტბას ნახავ და ულამაზეს და რომ მივედით თოვლის ნადნობი დახვდა. ზოგადად ეგეთ სიტუაციებში ყოველთვის მეცინებია რაღაცა იმედს რომ ამყარებ, გიხარია ისული. ბოლოს რომ მიხვალ და არაფერი არ ხდება. ბავარ ვიყავით. აი არის ტირო, აქ არის ტბა საბა. აი სად. აი ამ ბას ხედავთ. აი მაპს ალბათ ესე გონა. ვნახეთ ერთი კაცი მივედით და მეკითხავით ბატეთის ტბა სად არის და კაცი ისე გაოცებული გვიყურებს. რა ის ბატეთის ტბა გოგოებო, ეგო იმცას რო ხედავთ იმის ძირშია. მეგობრებო, ერთი კაცი გავიცანით და აი იმ თავს რო ხედავ, იმ თის ძირში ავრიაგო 50 კილომეტრში. თანი გაყინულიაო, წყალიო ვერ მიხვალთო და ჩვენი იმედებიც ასე ჩაიფუშა. ძალიან საყვარელი კაცი იყო, როგორ გითხრა. იმდენი მოვაპარაკეთ, ერთი 10 წუთიანი დიალოგი გქონდა. ერთ-ერთი ვისი ტბა? ბებნისის ტბა ვნახეთ, ძალიან ლამაზი იყო და ბატეთის ტბა ჩვენს imagination-ში. რომელიც აი იმ თის
ძირში არისო, ნახეთ რა შორიან უმანტრო მინდოდას. კარგი ხაო. აზრი არა აქვს. იცოგა. მე ვისხედით უბრალოდ ტრენაჟორებთან და განვიხილავდით ჩვენს ქარელში მოგზაურობას, რომელიც უბრალოდ ვერ შედგა. მაგრამ თან ალბათ იმიტომ შედგა, რომ ნახეთ ქალაქი, გავიგეთ სიტუაცია, ნახეთ მინუსები რაც ქალაქს აქვს, მაგალითად ის რომ ნაგავი ძალიან ბევრ ადგილას ყრია. ვინც ქარელში ცხოვრობთ, ან არ ცხოვრობთ, ზოგადად არ დაყაროთ ნაგავი, აი ყველაზე მარტივი რაღაცა, რატო უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, რომ გარეთ ხარ რაღაცა შეჭამე ან დალია და ძირს დააგდო. ნამუსი სად არის? სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო? ვერ ნახეთ მოკლედ ბატეთის ტბა. მაგრამ ნახეთ ბატეთის რესტორანი. 3 საათი დაგვრჩა. წასასვლელი არსად არ გვაქვს და აგრამ ჩამომიყვანა. შეიძლება ჩვენი ბრალია რომ ვერ ნახავთ ლამაზ ადგილებს და არ არის ჩვენი ბრალი, უბრალოდ ფიზიკურად არაფერია მეტი. მაღაზიაში დავხვდა ხე, ძალიან შოკი იყო, რომ მაღაზიაში ვხედავ ხე არის აღბართული. რაღაცა გულზე თბილად მომხვდა. ერთი საათი დაგვრჩა და წავალთ. ამავედით. გვეღირს ამეგონა. აუცმარო მაგრად. სულ ეს იყო ქარელში მოგზაურობა და მე მაინც მგონია რომ შედგა საბოლოო ჯამში. იმის მიუხედავად რომ კაი შედგა რა. ანუ ეს არის რაც არის რა, ყველაფერი ვერ იქნება ძალიან რაღაცა უნაკლო და სასწაული. და მადლობა რომ მიყურე. აბაჰე, აბაჰო. აი იცის ეს მოგზაურობა ხდება ხომ?